ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება. ამჯერად სტრასბურგში საქართველოს დელეგაციას მარიკა აიშაური დახვდა. ის ქართული ოცნების დეპუტატებს შეურაცხყოფელი სიტყვებით მიმართავს. საკითხზე კეთდება პოლიტიკური შეფასებებიც. ბრძანდები. ის რუსეთის ბიზნესი ჩემო სიხარულო. როგორ ბრძანდებით? ვერ მიცანით მე? ვერა, სამწუხაროა. მე საქართველო. თქვენ რუსეთის არა, ჩემო კარგი. მე ვარ საქართველოს. თქვენ ვარ. არა, ჩემო სიცოცხლე. არა, თქვენ ხართ ყველაფრის მონახართ, რუსების მონახართ. თქვენთვის ევროპაში ადგილი არ არის. თქვენთვის ადგილია რუსეთში. იმიტომ რომ თქვენ ხართ საქართველოს გამყიდველი. სირცხვილია თქვენაირი ადამიანების არსებობა ამ ქვეყანაზე. ძალადობა და ბულინგი ეს არ არის სიახლე. ჩვენ არაერთის ვიხილეთ მათი ქმედებები როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ, თუმცა რეალურად მიზანი, რომელსაც ეს ნეგატივი ემსახურება, ვერ იქნება, რა თქმა უნდა, მიღწეული. საზოგადოება კიდევ ერთხელ კარგად ხედავს რადიკალების ნამდვილ სახეს. ეს არის მათი ლუსტრირება მთელი საზოგადოების თვალწინ და ის რომ ჩვენი დელეგაცია აუცილებლად საქართველოს ინტერესებს ბოლომდე დაიცავს, ამას ხელს ვერ შეუშლის და წინ ვერ აღუდგება რიგი რადიკალების ეს უსაქციელობა, რაც საზოგადოება მიხილავს. ისევ და ისევ იმ ბულინგის ენა, რომელიც გრძელდება მოსამშობლოების და მათი დამქაშების და მათი ესე ვთქვათ აქირავებული და პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან, მე მინდა სახელი და გვარებით გადაამოწმოთ, ეს მეგონი ცოლქმარი არიან, რომლებიც პირდაპირ აფილირებული არიან კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან, კერძოდ ერთ-ერთი თუ არ ვცდები ჩერგოლიიშვილის დროიდან იქ მუშაობს და დამკვირვებელიც იყო თუ არ ვცდები ის ქალბატონი, რომელიც ესე უზრდელად, უხეშად გამოხატავს ვითომ აღშფოთებული მოქალაქის აზრს. ქალბატონო წულუკიანმა ძალიან კარგად მიუგო, რომ პირველ რიგში არითმეტიკაში გაერკვიეთ და შემდეგ ისაუბრეთ ქართული ხალხის სახელით. ეს არავითარი გამოხატვის თავისუფლებაში არ ჯდება, ეს არის ჩვეულებრივი შეურაცხყოფა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის. და რაც მალე შევიგნებთ იმას, რომ ასეთი ტიპის თავდასხმები და ბულინგი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, ან მათი ოჯახის წევრებზე აუცილებლად უნდა იყოს დასჯადი და ეს პრაქტიკაში განხორციელებული. როდესაც ჩვენ თავს ესხმი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს ან მის ოჯახის წევრებს, ეს უნდა იყოს დასჯადი, გნებავ თეორიულად ცვლილებების საფუძველზე და გნებავთ უკვე პრაქტიკაში. სხვა შემთხვევაში ამას არ ექნება დასასრული.